მეგობრებო, აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა ჰაუსში ამ ეტაპზე არის ქალების მიმართ სიძულვილის ენით საუბარი, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც არ არის არც ერთ კოალიციაში და არავის ესე ბიჭებთან ძალიან ახლოს არ არის დამეგობრებული და ბონდომ გადაწყვიტა, რადგან მე არც ერთ ბიჭთან არ მაქვს ახლო ურთიერთობა, გადაწყვიტა, რომ ჩემზე შეუძლია ძალიან ბევრი ცუდი რამ ილაპარაკოს. ჩემი აზრით ეს არასწორია. მე არავის დაცვა არ მჭირდება, არავის კაცის ქალის, მაგის გარეშეც გავცემ ამ ადამიანს პასუხს, რომ ქალებისადმი სიძულვილის ენის საუბარი არ შეიძლება. ეს იქნება მარიამი, იქნება მე ვიქნები თუ სხვა ზოგადად ქალები, ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ჰაუსში დაუშვებელი, რომ ვიღაც კაცმა ქალებზე თქვას რაღაცაზე გადამხტარი და ძალიან ცუდად მოიხსენიოს ქალები. მე ამას არ დავუშვებ ჰაუსში, ვერ შევეგუები ამ ესეთ დამოკიდებულებას. ამის გარდა კიდე იყო უამრავი გადაძახილი, გადმოძახილი, შეურაცხმყოფელი და ცოტა ისეთი მობლატაო ტონით გაგაჩუმებდა, ენა ჩაიგდე და ასე შემდეგ, ანუ ხმის ამოღება ზოგადად ესეთ პრობლემებზე არ უნდათ ხოლმე, ვინც ყველაზე მეც აშავებს, ამიტომ ბონდო თვლის, რომ ძალიან ადვილად შეუძლია გამაჩუმოს, ცდილობს, რომ სხვა ჰაუსელები დაარწმუნოს, რომ ეს მას წამოწდა, შეეშალა და ასე შემდეგ, თუმცა ვერ გამოძვრება აქედან, ვერ ვეღარ დავუშვებთ, რომ მან ესე ილაპარაკოს. ამ შემთხვევაში მართლა არ აქვს ჩემთვის ვიზე თქვა ბონდომ, ჩემზე თქვა მარიამზე თუ მაგაზე დაიკარგა ძალიან დიდი დრო, რომ ვიზე თქვა ბონდომ, ეს ძალიან ცუდი სიტყვები. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ საუბარი იყო ქალების სიძულვილის ენით მოხსენებაზე, აღარც მინდა საერთოდ რომ გავიმეორო ეს. ამიტომ მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველამ ერთხმად აღიაროს, რომ ეს არის დაუშვებელი, აღარ განმეორდეს. საინტერესო იყო ის, როდესაც ბიჭებმა დააძალეს, იმიტომ უყვიროდი ბიჭებო, მოდით, რამე თქვით, იმიტომ რომ სოლიდარობა და ერთსულოვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთ დროს. გვერდში დამიდგნენ, რა თქმა უნდა, ქუთაისელებიც და სხვა ჩვენი წევრებიც და აღიარებინეს და ბოდიშიც მოახდევნეს და მოიყვანეს. ეგ ბოდიშ ტყუილა არ მოიხდი და დამნაშავე რო არ იყოს, მაგრამ თუ ბიჭები ესე არ ჩააჭერდნენ მას, ბოდიშს მოხდეს არც აპირებდა, ძალიან ცუდი ტონით მესაუბრებოდა მაშინაც კი. ამიტომ სოლიდარობა ასეთ დროს მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობა, რომ ყველამ ერთხმად უთხრას, რომ არასწორია და ესეთი რაღაცა დაუშვებელია და საერთოდ არ უნდა მოხდეს. და ეხა კიდე ზის და როგორი სწორია ბონდო და როგორი სამაგალითოა და როგორ ყველა ბონდოსნაირად უნდა ვიცხოვროთ. ხედავთ ხო რა სიტყვებსაც იძახის ჰაუსში და როგორც იქცევა და როგორ სწორად ცხოვრობს თურმე და კიდე ქალებს მიადგა. ეს ქალები რატომ ზულს? არ ვიცი ესე ცუდად რატო იხსენიებს ამ ქალებს, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგის საქმეა, მაგრამ მე ამას აქ არ დავუშვებ, სულ რომ არავინ არ დამიდგეს გვერდით. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩემს სათქმელს ვიტყვი. არც წითელი დროშების მეშინია, უკვე ორჯერ ვიყავი აუთსაიდერი, არც წითელი დროშების მეშინია, არც აუთსაიდერობის არ მეშინია, გაჩუმებას იმის ხათრით, რომ მე ვიღაცამ წითელი დროშა არ მომცეს და აუთსაიდერად არ დავიდე. ბონდოს მით უმეტეს, რომელიც ესე აგრესიულია ჩემს მიმართ, ბოლო რამოდენიმე დღეა ვატყობ, არის ძალიან აგრესიული. მაგრამ ყველა მის აგრესიას მე დავხვდები ძალიან შემართებით. თუ ბიჭებიც დამიდგებიან გვერდით და სხვა ჰაუსელები ხომ კარგი, თუ არა და რას ვიზავთ, მარტო მომიწევს თავის დაცვა და ეგეც ოკეია პრინციპში, რას ვიზავთ.
ყოველ შემთხვევაში ეს ბონდოს ორ პირობა ამ შემთხვევაში ძალიან ტეხავს. ხან მაბრალებს რომ ემომეჩვენა, ხან პროვოკატორს მეძახის, ხან მათყუარას მეძახის, ხან რას ხან ოღონდ გამოძრეს, ვერ გამოძრები ბონდო. მოგეკითხება აუცილებლად ჩვენი სიტყვებისთვის და აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გაიმეოროთ მსგავსი სიძულვილის ენით ნათქვამი სიტყვები ქალებისადმი. არ აქვს მნიშვნელობა ხალხო რომ წერთ ვიზე თქვა, არ ვიცით ვიზე თქვა. ამბობს რომ განცაზე ვთქვიო და მე ვიდეოში ჩანს რომ არიამზე ამბობდა, მაგრამ მე გადააკეთა განცაზე ვთქვიო, ალბათ ესე უფრო აწყობდა. მოკლედ მე თქვა რომ ზოგადად ვთქვიო და წამოწდა, მოკლედ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავი ვერ გაიმართლა ამ შემთხვევაში ვერანაირად და ყველაზე მთავარი რაც არის რომ ქალებისგან მეტი სოლიდარობას ველოდი პრინციპში, ნუ ხა ეხავს რა ეს არ შეიძლება რომ ქალებზე ესე ალაპარაკო აქ კაცი გამორიცხულია, მე ამას არ დაუშვებ, სულ რომ მარტო მომიწიოს ამ პრობლემასთან გამკლავება. მეგობრებო, მოკლედ ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ხმის ამოღება, ნებისმიერ დროს შეიძლება გააპროტესტო ის არასწორი დამოკიდებულება, ის არასწორი შეძახილები. არასწორი კი არა, სინამდვილეში ეს იყო მართლა ძალიან საშინელი ნათქვამი. და ხო უბრალოდ შემიშალა წამოწდა და ვაიმე. ხო. კიდე მოუწევს ამას მე მგონი ბოდიშების ხდა. მე მგონი კიდე მოუწევს. და ეხლა 1000 რაღაცას მიგონებს, რომ დაარწმუნოს ხალხი, რომ მე მომეჩვენა ეს ყველაფერი სინამდვილეში ვიდეოებში, ჩანაწერებში ყველაფერი ჩანს, არაფერი არ მომჩვენებია და ბონდო ვერანაირი თავისი გასხივოსნებით ამ თავისი სიტყვებიდან ვერ გამოძრება.